რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. აბა, ცავატანემ, რა გავიგეთ ამ დღეებში? ახალი. გავიგეთ რომ სომხებმა ჩვენი გაკვეთილი ისწავლეს. ეს არის თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი ვაშა გადაცემა. სომხებმა ჩვენი ცუდი მაგალითი აღარ გაიმეორეს. დაინახეს რუსის ჩარევა და ადეს ბორკილი. კი, ყვირილი ბევრი იქნება, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. ზუსტად ისევე როგორც მზად აღმოჩნდა თვეების წინ ჯერ კიდევ ეკლესიის სახელით მოქმედ რუსულ რბილ ძალასთან დასაპირისპირებლად და მაშინაც ბორკილების დასადებად ეპისკოპოსებისთვის. ამ დღეებში გავიგეთ რომ ვერ დაასახელებთ სხვა ქვეყანას. შეერთებული შტატების გარდა, სადაც არჩევნების შედეგს ასეთი პოტენციური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენზე. არც გერმანიის, არც საფრანგეთის, არც ბრიტანეთის, არც უკრაინის, არც თურქეთის, რუსეთში არჩევნები აღარ ტარდება. არც ერთი ქვეყნის არჩევნები და ხელისუფლების შესაძლო ცვლილება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და რეზონანსული ჩვენთვის, როგორც სომხური. თურმე. პაშინიან სომხეთი მიყავს დასავლეთისკენ. ამას გეტყვით ნებისმიერი, ყველა. მაგრამ ამავე დროს საქართველოც მიყავს დასავლეთისკენ. ძალიან კი არ უნდა პროჭორილოს, მაგრამ მასია. ადრე თუ გვიან კი არა, უფრო ადრე ვიდრე გვიან. პაშინიანსა და სომხეთს პროჭორილელი ტრად გამოაცხადებს. Deep State-ად, მასონად. მერე გაუხსენებს ყველაფერს, ამოქაჩავს კამპანიას ლორე საქართველოა. ყველაფერს იზამს, მოკლედ რომ გაემიჯნოს სომხეთს და ამას ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს. ერთია მაგალითი. როგორც სომხებს შურდა წლების განმავლობაში ჩვენი, ისე ჩვენ შეგვეპარა ახლა და საფუძვლიანად სომხების შური. რაც მეტად მოხდება სომხეთის ინტეგრაცია დასავლეთთან, ეს შური უფრო გაძლიერდება ჩვენში. შური ბუნებრივად მოიტანს ბრას და რატომ ჩვენ არა? ვისი ბრალია? გასაგებია ვისი ბრალიცაა. მეორე საშიში მაგალითი თავად არჩევნებია. თურმე შეიძლება არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ცვლილების დაშვება. პარტიებისა და მსოფლმხედველობების კონკურენცია დაპირისპირება. თურმე ეს ნორმალურია და თურმე მხოლოდ ასე იზრდება ეთნიკური ერი სახელმწიფო ერად. როცა იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობას საკუთარ ქვეყანაზე. პაშინიანის წარმატება დამანგრეველია ქართული ოცნებისთვის, სრულიად. პაშინიანი არის კაცი, რომელმაც ქოცის მტკიცებით, მათ შორის მარგო სიმონიანისა და სხვა სომეხი ქოცების მტკიცებით, ომი წააგო და დაკარგა მიწა. გაყიდა, ესეც იმათი ლექსიკონიდან. მაგრამ პაშინიანმა მოახერხა და ადამიანებამდე ამ დამარცხების ნამდვილი მიზეზი მიიტანა. გააგებინა ძალიან ბევრ ადამიანს. აზერბაიჯანს გადაუკიდა რუსმა. ყარაბაღი ჯერ დაიპყრო რუსმა, შემდეგ ჩააბარა რუსმა. დღეს ყველა სომეხმა იცის, რომ პაშინიანის დროს დაიკარგა ყარაბაღი, მაგრამ უმრავლესობამ იცის, რომ ეს არა პაშინიანის, არამედ პუტინის ღალატის შედეგია. რუსმა უბრალოდ ისქნა, რაც მრავალჯერ უქნია. ერთი საუკუნის წინაც, დიახ, მისი პროვოცირებული იყო სომხების ჯანყი ოსმალეთში, რაც უზარმაზარი მსხვერპლი და ტრაგედია მოჰყვა. უბედურების სათავე, რომ რუსეთია და არა დასავლეთი, პროჭორილელისთვის ეს იდეა ზოგადად თვითმკვლელობის ტოლფასია. ქოცი ამას ვერასოდეს იტყვის. ქოცი აღარ იქნება მაშინ. ამიტომ უფრო ადრე ვიდრე გვიან, პროჭორილელი ღიად დაუპირისპირდება პაშინიანს და მის კურსს. მიუხედავად სალყმამი ლოცვისა, რომელიც ლამის უბნების დახურვისთანავე გაუგზავნა კობახიძემ იქ, ერევანში, პაშინიანს. ყველა ელოდება, რომ პაშინიანი ახალი მანდატით კიდევ უფრო გაააქტიურებს ურთიერთობას ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან. და ეს არ იქნება მხოლოდ ახალი სარკინიგზო თუ საავტომობილო გზები, ან მილსადენები, რომლებიც აზერბაიჯანიდან სომხეთზე გაივლის და თურქეთისკენ წავა და რომელსაც ტრამპის გზა დაერქმევა. ეს იქნება პოლიტიკური ინტეგრაციაც. დასავლური სახელმწიფო ტრადიციის გაზიარება. ეს იქნება სავაჭრო ხელშეკრულებები, ყოვლის მომცველი. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა. ეს იქნება მუშაობა კანდიდატის სტატუსის ჯერ მისაღებად და შემდეგ მუშაობა უკვე კანდიდატის სტატუსში. ღმერთმა ხელი მოუმართოთ ყველაფერში სომხებს. მაგრამ პარალელურად ეს იქნება მუშაობა რუსეთთან კავშირების გასაწყვეტად. ბრიტაც მთელი ეს თვეებია მოსკოვი ღიად აშანტაჟებს პაშინიანს და მის ამორჩეულს. წყალი ჯერ მუკი უვარგისია, ოღარაგული უვარგისია, ხილი უვარგისია, ბრენდი, სომხური კონიაკი უვარგისია, ყვავილები უვარგისია და აწივ ნახოთ სად გაყიდით. სხვათა შორის რუსული ემბარგო ჯერ გამოცხადებული იყო და უკვე ვნახეთ სადაც გაყიდიან.
ყვავილების პირველი პარტია 5500 ვარდი ლატვიაში წავიდა და მოემზადეთ. ახლა სკამიდან არ გადმოვარდეთ. მეორე პარტია წავა ნიდერლანდებში. ყვავილები ხალხო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზარქუასა და ლაშხის დონის პოლიტიკურ ტიტანებს რომ რაღაცა ხელწამოსაკრავი ფიგურა გონიათ, პაშინიანს დაურეკა და დაპირდა რომ ევროკავშირი სომხურ საქონელს გაათავისუფლებს საბაჟო გადასახადისგან. აი უცებ სისხამზე ევროკავშირმა გამოყო 50 მილიონი ევრო. სომეხი მწარმოებლების მხარდასაჭერად და მეტი და მეტი იქნებაო. ვაჭრობის გადამისამართება პაშინიანის მმართველობის ძალიან სერიოზული გამოცდა იქნება. უსერიოზულესი გამოცდა იქნება მერე რუსული გაზის გაძვირება ან საერთოდ გადაკეტვა. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სომხებისთვის აქაც საუკეთესო სახელმძღვანელო და გაკვეთილი იქნება. პაშინიანის მმართველობა და განსაკუთრებით საარჩევნო კამპანია კი სახელმძღვანელოა ქართველი პოლიტიკოსებისთვის. თავისი ხალხოსნობით. განა პაშინიანს არ შეეძლო მასწავლებლების მობილიზაცია უბნებზე ან საჯარო მოხელეების კარუსელები ან უშიშროებისა და პოლიციის წინასწარი მუშაობა ხალხის დასაშინებლად. რა ვთქვა, ძველ ბიჭებს ვერ შეაკუჩებდნენ თუ ციხის მაყურებლებს სომხეთში. მაგრამ ამ კაცმა აირჩია სოფელ და შუკა სიარული და ლაპარაკი ყველასთან. მათ შორის იმათთანაც, ვინც ქვეყნის გაყიდვასა და ბიჭების დაღუპვაში სდებს ბრალს. ქვეყანაში რომელმაც ამხელა ტერიტორია დაკარგა და ამდენი ტოლვილი შეიძინა. ეს არის ყველაზე რთული გზა. მაგრამ პაშინიანი წავიდა ყველაზე რთული გზით. გზაში ვიღაც ეჭყობა და მერე იმას ეყო კაცობა და ბოდიში მოუხადა. ამის შემხედარებით ვცდილობ წარმოვიდგინო და რა ვქნა არ გამომდის. აი კობახიძე და პაპუაშვილი ავტობუსში, რომლებიც გულებს უგზავნიან ყველას. რა დაუგეგმავ ადგილებში აჩერებენ, მიტინგებს ატარებენ პიკაპის ძარაზე, ღვეზელებს ჭამენ და თუთას, რომელიც სოფლის ქალებმა მოუკრიფეს, კარტოფილს, ვაშლს. აი ვერ წარმოვიდგინე კობახიძე და პაპუაშვილი ავტობუსს რომ თონესთან გააჩერებენ და ყუას გაგლეჯენ. ვერ წარმოვიდგინე რომ სოფლის ბირჟაზე ნარდის ათამაშოთ ხდებიან, ან ვიღაცის სახლიდან გამოტანილ ღვინოს იქვე დააგემოვნებენ და ფუძეს დაულოცავენ თან გულით. ვერ წარმოვიდგინე და მომკალი კობახიძისა და პაპუაშვილის ავტობუსით გზავრი წილოსანი, შმილოსანი და ქოცის ვიღაც სხვა შვილოსანი. ნუ აი ვერ წარმოვიდგინე რა. ოღონდ უბედურება ისაა რომ ვერც ოპოზიციიდან წარმოვიდგინე ბევრი ამ როლში, სამწუხაროდ. ადამიანებთან ადამიანების ენაზე მოლაპარაკე. არ მითხრათ რომ ეს ბულინგია. ყოველთვის ძალიან მიხაროდა და გამიხარდება ოპოზიციის ნებისმიერი წარმატება. მაგრამ ამ როლში ვიღაცების წარმოდგენა მიჭირს. არა და წარმატების გზა არის ეგ. და ძალიან მიხარია რომ ეს სკეპსისი ყველას არ ეხება და ვიღაცები საქართველოში მართლა დადიან სოფელ და მართლა ლაპარაკობენ. და კიდევ ერთი, აი უმნიშვნელოვანესი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მიხარია. ეს არის ევროპის წესი და ტრადიცია. არც ერთხელ, არც ერთ შემთხვევაში, არც ევროკავშირი და არც ნატო არ გაფართოებულან კუნძულოვნად. ანუ არ მიუღია წევრად ქვეყანა, რომელიც ფიზიკურად არ ესაზღვრება ნატოსა და ევროკავშირს. ასე არ მომხდარა. და ეს ფაქტორი, რაც პრინციპში გეოპოლიტიკის მარტივი წესია, მიმტკიცებს იმედს, რომ სომხეთს კი არა, ევროპას არ აქვს ჩვენს იქით გზა. თუ უნდა და ნამდვილად უნდა სომხეთის ინტეგრაცია, აუცილებლად უნდა იფიქროს ჩვენს ჩაბმაზეც. ამისთვის კი უნდა იფიქროს ქოცის, ანუ რუსის ჩახსნაზე. და არ მითხრათ, რომ ეს მხოლოდ შიდა პროცესია. საგარეო ფაქტორი პატარა ქვეყანაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ჩემო ურსულა, ჩემო კაია, ჩემო ფრიდრიხ, ჩემო ემანუელ, ჩემო დონალდ, იფიქრეთ მეტად და სწრაფად. ბევრი დრო არ გვაქვს. და ჩემი თუ არ ჯერათ, აგერ ჩვენს საერთო მეგობარს ნიკოლს მოგკითხეთ. ეგ მოგიყვებათ თელს ჩვენს გასაჭირს. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.